ახლა გვატყობინებენ რომ ესე იგი დაკავებულებთან რომლებსაც მიაგნეს თბილისში ბაბილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით დაკავებულია მათთან არ უშვებენ არათუ ადვოკატებს არამედ სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც ადგილიდან შეგვიძლია გქონდეს პირდაპირ ჩართვა ახლა იგორ ნარმანია ადგილზე და ის გვეტყვის მეც იგორ მოგესალმებით მიაგენით სად არიან დაკავებულები გადაყვანილები თუ ამდრომდე ცენტრალურ პოლიციის დეპარტამენტში არ გვეუბნებიან დაკავებულების ადგილს დაყოფილს და თავიდან გვაქვს გადაყვანილები იყვნენ სხვადასხვა იზოლატორებში, მაგრამ მე შიგნიდან გამოვიდნენ უკვე დაკავებულები კონტაქტზე და ისეს რომ აქ არიან და ერთად არიან და რა ვიცი პირველ რიგში კომენტარს გავაკეთებ იმაზე რომ ის ადამიანები რომლებიც დღეს კეიფობდნენ რესტორანში და აქეთ ხავს არ ბიუდნენ სწავლის და საკუთრებები აკავებდნენ არიან სამართლებრივი და შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში ეს მოსამართლეები აუცილებლად როდესაც ძალიან მალე ხელისუფლება შეიძლება აუცილებლად დაიკავებენ ინდიჭების ადგილებს სადაც ახლა ეს ბიჭები არიან მოთავსებულები მირიპატიმრები რომლებიც ამ დღის განმავლობაში დააკავეს აწამეს და აწამებენ მათ მშობლებსაც ამ ჩადის ასევე ჩემი დაკავებას მაგრამ ხალხმა მოახერხა და გამოაჩვიდა ჩემი თავის აქედან მინდა რომ მადლობა გადაუხადო ყველას ვინც იბრძოლა ადგილზე და რა ვიცი ხო ამ დრომდე ეს ადამიანები არ გეუბნებიან ადგილს აყოფოს იმიტომ რომ რაღაცნაირად გააჭიანო რომ ვაწვავონ მათ იებაშიც და ესე არა ადამიანებად ისევია როგორც ყოველ გასაგებია დიდი მადლობა იგორ ან თქვენ აგრძელებთ ამ ადამიანების ძიებას ახლა მიუხედავად და როგორც ჩანს მათთან კონტაქტზე ვერ გადიან არათუ ადვოკატები არამედ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ერთ-ერთი დაუკავშირდა უბრალოდ ოჯახის წევრი და შეათხოვინა რომ ადგილზე არიან შუშებიან შენობაში მოთავსებულები ჯერჯერობით აქედან არ გამოუყვანიათ ეს ადამიანები გასაგებია დიდი მადლობა იგორ ნარმანიას